დღევანდელ ვიდეოში ავკაჩავთ ფრენკს 1000-ზე, ხოლო თუ გაინტერესებთ როგორ მოხდება ეს ყველაფერი, ჩაუჯექით ვიდეოს. ახლა კი გადავიდეთ. გადმოვედით ჩვენს პირველ მეჩზე. გავსტარტე რა თქმა უნდა ბრაულ ბოლი. აკეთ ილ პრიმო ჩახდა ძალიან ცუდად და ხელი შეგვიშალა. გავაგდოთ, რაც შეიძლება მეტად კონცენტრირებული ვარ თამაშზე და ცოტა თუ მოვიწყენთ, დიდ ბუდის გიხდით. ხმის დადებაც მე არ გამოვიდო და ამიტომ ვარჩი ისევ ეს. სპაიკის მოზიდვა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ზედმეტად ძლიერი თიმი ყავთ, ეს უნდა აღვნიშნო. სამი ტანკი ერთად მართლა ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ კი არ ვართ იმდენად ძლიერი გუნდი, უბრალოდ მოთამაშეს ბრალი აქ არაფერი არ უფრო გუნდის. მე რაც შემიძლია გავაკეთე ახლა და რა თქმა უნდა ეს არის გოლი. სამწუხარო გოლი. პირველ მატჩს წავაგეთ, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. დავაკლა 4-0, მაგრამ ამითაც არ ვჩერდებით. გადავიდეთ უკვე შემდეგ მატჩზე. გადმოვედით შემდეგ მატჩზე. არც ისე ძლიერი გუნდი ყავთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერები არიან. სიფრთხილეს თავი არ სტივა და მაინც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი. ხო, თქვენ გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გააქტიურეთ ძალისღილაკი, რათა არ გამოგჩეთ მომდევნო და ასეთი მაგარი ვიდეოები, ემოციებში ვარ ახლა ძალიან მიჭირს. თან კონცენტრაცია და თან თამაში მართლა ძალიან რთულია. თქვენ კიდე ეს დამიფაზეთ ძალიან გთხოვთ მეგობრებო. ხო, ასევე მინდა გითხრათ, რომ მალე გათამაშდება ჩემი აკაუნთი. ეს არა, მაგრამ მეინ აკაუნთი გათამაშდება და არც თუ ისე კარგი, მაგრამ დამწყებებისთვის ალბათ გასახარებელი აკაუნთია. წესებს შემდეგ ვიდეოში ვიტყვი. მოდი ახლა თავს არ მოგაწყეთ და არ შემოგახსოვთ გათამაშების წესებს, რადგან დღევანდელი ჩვენი ვიდეოს მიზანი მხოლოდ ფრენკის საკაჩოა. მომდევნო ვიდეოში კი ვისაუბრებთ უკვე გათამაშების წესებზე. აქ ძალიან ცუდად გაგვიტანეს, მართლა ძალიან ცუდად. ტიკმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენთვის ცუდად. ნუ ხო, ორი გადამგდები ბრაულოიდ და ედგარი შეტევაშია გამოსული. მართლა ძალიან კარგად და კარგად ცდილობენ, აი რაც შეუძლიათ აკეთებენ, ხოლო ჩემიანები რა ვიცი, რენდომებზე ასე უბრალოდ არ მიყვარს ხოლმე შემოსვლა, მაგრამ რა ვქნათ, ესე მოგვიწია. საუბარს აკბაზმა მაგრა ითამაშა და ეს სავარაუდოდ გოლიც უნდა იყოს. ძალიან ასეთ მაგარი გოლი ძმაო. საუბარი წავიდა, აქეთ გადმოვინაცვლო. გამოგიწერეთ აუცილებლად ჩემი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო, რომ მეტი ასეთი ვიდეო შემოგთავაზოთ. ლუკი ძალიან მაგარი გეიმპლეი გვაჩვენა. გაიტანა შემდეგი გოლი, მოვიმატეთ 1000 და სულ რაღაც 9000 რჩება, რომ ავიყვანოთ ჩვენი ფრენკი 1000-ზე. გადავიდეთ შემდეგ მე. გადმოვედით უკვე ტრიო შოუდაუნში. აქ უფრო მეტი შანსია მოგების და ბევრი რო აღარ ვიწყოლოთ, გადმოვედი ამიტომ ზუსტად შოუდაუნში. აუ ეს მატარებლის ივენთი თუ რაღაც რო დაამატეს, მაგრამ ძულს გაითვალისწინეთ ხალხო, აი ჩემი სუსტი წერტილი არის ეს მატარებლები ძმაო. ხო, ნუ არც ისე ჩემი რა გეიმპლეი დავდე ხوارა და ძმაო. ორი კაცი ერთად. აქ მატარებელზე უზვალ ბაზრობდი, მაგრამ მატარებლო გადამარჩინა ეხლა, მაგრამ აუ ცოტა გამაკლა ჩემი კაცი. რამდენი კაცი გაიტანა ამას უყურეთ ჩემი შოუდაუნზე დავრჩით. ამდენი კაცი ერთად გაიტანა მატარებელო. ამას ვიძახდი, მართლა ძალიან რთულია თამაში მატარებლებზე. ამიტომ მეზიზღება ეს ივენთი. თუ რაც არის ყოველკვირადულად გამოდის ერთი ესეთი, ნუ რა ვქნათ, სუპერსელი უშვებს და ჩვენ ვერ გადავწყვეტ. აქ ჯეკმა ცუდად ითამაშა და ფრენკს გაურაშა პირდაპირ. ფრენკს ანუ მე რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იყო ჯეკისთვის. ხო არ გადაუფ. აი ეს იყო გეიმპლეი ძმაო. მართლა ძალიან კარგი გეიმპლეი და ეს მოწინააღმდეგე გუნდმაც, მაგრამ როგორც იქნა ფრენკი გაიწურა ესეც მეგობრებო. ერთი პრესტიჟი მიემატა. 1000-ზე გაიწურა ფრენკიც. წავიდა, ეს არის ყველაზე მაგარი მომენტი. ოპა, ახალი ტიტულიც მივიღე ზიტან. ძალიან კარგია. აი, მარტო ამის გამო ღირს ჩემი ვიდეოების ყურება ძმაო. აი ამის გამო საღოლძმა მე ვინც მიყურებთ დაგიფასდებათ აუცილებელი შემდეგ ვიდეოში კიდევ ვიძახი რომ ჩატარდება გათამაშება და ყველა მიიღეთ მონაწილეობა.
წესებს შემდეგ ვიდეოში ვიტყვი, რა თქმა უნდა. გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად, დალაიქეთ ეს ვიდეო და გააქტიურეთ ზარისღილაკი, რომ არ გავავრცეთ მეტი ასეთი ვიდეო, მე თქვენთვის სწავლობ და ყველაფერი თქვენთვის მინდა, თქვენთვის ვაკეთებ ყველაფერს მაო. მეხუთე პრესტიჟი უკვე. მეხუთე პრესტიჟი. დიდი შეიძლება უგაცის არაფერი იყოს, მაგრამ ეს ხშირადაც არ თამაშობ და ჩემთვის, ნორმალური დონეა უკვე. ესე იგი, უყურეთ, ბიბიზე პრესტიჟი, სპაგზე პრესტიჟი, აქვე ედგარზეს პრესტიჟი, ფრენკსის პრესტიჟი, რომელიც ეხლა ავქაჩეთ და ლეონზეც პრესტიჟი. ხო, დაწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, დაწერეთ თვითმფრინავის ემოჯიძო. შემდეგი ვიდეო ძალიან მალე დაიდება, აწი დაიდება ხოლმე დიდხნიანი ვიდეოები და ასე თუ რამე კითხვები გაქვთ, გამოუშვით კომენტარებში და მე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა. აბა, წავედი და შემდეგ ვიდეოს ელოდეთ.